ეს იყო წლების უკან პირველად ჩემი მოსვლა ნიუ ჰოსპიტალში ჩამოვედი იტალიიდან დიაგნოზით რა თქმა უნდა რომ ვიყავი საოპერაციო მოვედი ნიუ ჰოსპიტალში და ნიუ ჰოსპიტალში გაირკვა რომ მე არ ვიყავი საოპერაციო ეს იყო არასწორი დიაგნოზი მას შემდეგ გავიდა წლები ისევ ჩივილებით მოვედი ნიუ ჰოსპიტალში ჩემი ექიმთან მოვედი პირველად კარდიოლოგთან ბატონი მათაშვილთან და აქ მირჩიეს როცა გამოირიცხა ამ ტკივილებით გული მირჩიეს რომ კოჭნაწლავი აუცილებლად უნდა გამომერკვია. პაციენტმა მოგმართა შემდეგი ჩივილებით, საერთო სისუსტით, ტკივილით ეპიგასტრიუმის მიდამოში, გულისრევის ღებინების შეგრძნებით, მეტეორიზმით, იგივე მუცლის შეპერილობით, ყაბზობით, პაციენტს ინტრავენური სედაციის პირობებში ჩაუტარდა ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია და ილეოკოლონოსკოპია. რაც მოიცავს საღლოპავის კუჭის 12 გოჯანაწლავის ენდოსკოპიურ გამოკვლევას და მოიცავს მთლიანად მსხვილი ნაწლავის და წვრილი ნაწლავის ტერმინალური ნაწილის, ანუ დაბოლოების, თეწოს ნაწლავის დაბოლოების ენდოსკოპიურ კვლევას. ჩივილები მქონდა ძალიან ბევრი, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, გულმკერდის არეში ტკივილი მქონდა, კუჭნაწლავზე ტკივილი მქონდა, კუჭის არეში, მუცლის არეში, აი თითქოს მიჭერდა ყელში და მახრჩობდა რაღაცა და სიმწარე ბერესხუროში. და პირველ რიგში გამოვრიცხეთ გული ამ შემთხვევაში. დიაგნოზი მე არ ჩამომიტანია იტალიიდან, იმიტომ რომ იმ პირველი შემთხვევის შემდეგ მცდარი დიაგნოზი რომ გამომატანეს საქართველოში, მე დიაგნოსტიკური ცენტრებისთვის იტალიაში არ მიმართავს. წამოვედი რომ საქართველოში გამომეკვლია რა პრობლემა მქონდა და მე მემკურნალა და ისევ დაუბრუნებულიყავ იტალიაში და მას შემდეგ მე ყოველთვის ჩამოვდივარ იტალიიდან საქართველოში რომ ვიმკურნალო და მისვან დიაგნოზი და შემდეგ დაუბრუნდა იტალიაში. ეხლაც ესეთი ვარ ჩამოსული. ექიმის პროფესიონალიზმის უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახლავთ დამოკიდებულება პაციენტთან. ქალბატონი ზანდა, აი როცა შევხვდი პირველად მას, იმდენად გულწრფელი იყო, იმდენად კარგი იყო ეს დამოკიდებულების დასაწყისი, რომ მე შემდეგ ყველა პროცედურა გამიადვილდა თუ შეიძლება ასე ვთქვათ, იმდენად მივენდე და ამ სიტყვებში რომ ექიმი კურნავს ცოდნით და ენით დამემოწმება ყველა ის პაციენტი, ვისაც ერთხელ მაინც ოდესმე მაინც უძებნია ექიმის ხმაში და გამოხედვაში იმედი და თანაგრძნობა. პაციენტს დაუდგინდა ეზოფაგიტი, რაც ნიშნავს საღლოპავის ანთებით პროცესს, საღლოპავის დიაფრაგმალური თიაქრის დიაგნოზი დაესვა, ასევე დუოდენოგასტროეზოფაგური რეფლუქსი ჰქონდა და ჰქონდა რექტოსიგმოიდიტი, დოლიხოს სიგმა, რაც გულისხმობს დაგრძელებულ დახვეულ ნაწლავს. ზუსტი დიაგნოზის დასმის შემდეგ საშუალება მიეცა პაციენტს ჩაეტარებინა სწორი მკურნალობა, რამაც განაპირობა მისი სრულყოფილი გამოჯანმრთელება. რაც შეეხება ნიუ ჰოსპიტალს, ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო ნიუ ჰოსპიტალზე. ნიუ ჰოსპიტალში არის უმაღლესი ხარისხის სამედიცინო სერვისი, თანამედროვე სამედიცინო სტანდარტები, ასევე მაღალი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალი და მაღალი ტექნოლოგიური აპარატურა ყველაფერი და რაც მთავარია გარემო